მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ რატო არის ეს ნეგატიური კომენტარები ბევრი ზოგადად, ჩემ არხზე არა ხოლმე ბევრი, ეგ მადლობელი ვარ ისედაც ხალხის და უკმაყოფილო არ ვარ მაგ მხრივ, მაგრამ ზოგადად არის რომ ადამიანებთან, რომელიც განსაკუთრებით თუ რაღაცა კონტროვერსულს ამბობს ცოტა ადამიანი, რომელმაც შეიძლება ორაზროვნება გამოიწვიოს, ძალიან ადვილად გროვდება უარყოფითი კომენტარები და მე უჩნდება ადამიანს განცდა, რომ ხო არ არის რომ რაღაც ჩემში ხო არა პრობლემა, ყველა რატო ხედავს ესე ნეგატიურად და რაღაც და მაგალითად მოგიყვანთ ახლა რომ რატო არ არის ასე. Აი მაგალითად ეს ჩემი ვიდეო, რომელზეც ყველაზე მეტი ნეგატიური კომენტარი დაგროვდა, არის ეს აი რა ილაპარაკა ტრამპმა და ეს 7000 ნახვა აქვს, 259 კომენტარი აქვს და ის აქვს ბევრია ნეგატიური კომენტარი მოკლედ. მაგრამ აი ხა შეხედეთ 668 ლაიქი აქვს. 600 ანუ და დისლაიკი აქვს მხოლოდ 37. ანუ ლაიქების მოწონების და არ მოწონების ფარდობა არის 94%-ს მოეწონა. ანუ 90 ანუ რეალურად პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას მათემატიკური გაგებით არ გულისხმობ რა თქმა უნდა, ჯამში აბსოლუტურ უმრავლესობას მოეწონა და ვიღაცა 6%-ს არ მოეწონა. შესაბამისად, მაგრამ ნეგატიური კომენტარები არის ხმაურიანი. აი ეგ არის, ეგ ქმნის თავისებას, რომ მე რაღაც ვითომ ნეგატიური კომენტარები იწერება. სინამდვილეში ასე არაა, ადამიანების უმრავლესობას მოსწონს. ახლა აქ ვიდეოებზე 99%-იანი მოწონებები მაქვს, 99%-იანი აქაც და ასე ზოგან 100%-იანიც მაქვს, ზოგან ისა 98 და ასე. ანუ ჯამში ადამიანების უმეტესობა არის უფრო პოზიტიური ვიდრე ნეგატიური, უბრალოდ ნეგატიური კომენტარები ყვირის. ეგ არის რატომაც რომ და ახლა აი განვიხილავ რა რამდენიმეს რომ ვისაც ღირს რომ პასუხი გავცემ. პირველი ის არის რომ ანუ ნეგატიური კომენტარებით პერსონალურად მით უმეტეს მე ვერავინ ვერ შემეხება და ვერაფერს ვერ დამიშავებს ამით და ვერავინ ვერაფერს ვერ დაუშავებს თუ ეს ადამიანი თვითონ არ მიიღებს პერსონალურად, იმიტომ რომ ანუ მე ხო ვიცი ვინ ვარ და ახლა რაც არ უნდა დამიწეროს ვიღაცამ რომ ისა ახლა აი მაგალითად რაღაც ესეთი შენ გენიოსი რას ბოდიალობ რას იცინი ვერ გავიგე ხო აი რა ვიცი აი ეგ აი ესეთი რაღაც ტრამპზე ამბობს ხო სასაცილო იყო როცა სასაცილო რაღაცას ამბობს ადამიანი მე გამეცინება ესა ბუნებრივი რეაქცია და ახლა რა ვქნათ ან ტრამპი შევრაცხოთ იმათ გენიოსად არ არის გენიოსი მოусმინეთ ცოტა ავტორიტეტულ მოაზროვნეებს ვისაც ტრამპი განუხილია არ არის ადამიანი გენიოსი პირიქით ანუ საშუალო ინტელექტი აქვს უბრალოდ ძალიან კარგი ბიზნესმენია, ძალიან კაი მარკეტინგის უნარი აქვს. მე და ხო, ესე იგი ხალხმა ზოგმა იმიტომ გამლანძღა რომ ტრამპი არ ვაქე და ზოგმა იმიტომ გამლანძღა რომ ისაო ტრამპს აკეფო. არა, არც ვაქე და არც ვაგინე. არ ვარ ესეთი განწყობით ტრამპზე და არც არავიზე კიდე. ხო, ზოგმა დამიწერა რომ ისაო რატო ლაპარაკობო მეცინის გარდა სხვა რამეზეო ახლა აი ეგეთ ადამიანებს ვეტყვი რომ საერთოდ მოусმენენ თუ არ აინტერესებს ჩემ ნურცერთ ვიდეოს, იმიტომ რომ მე რაზეც მინდა იმაზე ვილაპარაკებ და ეს პირიქით მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა აზრი გამოვხატოთ ყველა ადამიანს. ზუსტად იმიტომ მივედით აქამდე რომ ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები არ იღებენ მონაწილეობას არც პოლიტიკაში, არც სახალხო დისკუსიებში, არაფერში არ იღებენ მონაწილეობას. გეგონება სადღაც იქ ზევით ვიღაცეები გაბრწყინებული ხალხი წყვეტს რა უნდა მოხდეს და მე ხდება ესე არ არის. ანუ სინამდვილეში ძალა არის ხალხში და ხალხმა უნდა გამოვხატოს თავისი აზრი და ამ ხალხის ნაწილი ვარ მე და მე ჩემი აზრი უნდა გამოვხატო. მით უმეტეს როცა ვხედავ რომ საქართველოში ძალიან არასწორი გზით მიდის საქართველო მით უმეტეს როცა ვხედავ რომ რუსეთთან პირისპირ რჩებით და შეიძლება ამას საქართველოს დაღუპოს მე ჩემს აზრს გამოვხატავ და ამ აზრის გამოხატვაში კიდე არავის არ გავითვალისწინებ ვინც მეტყვის რომ შენ იმაზე არ ილაპარაკო რა ქვია პოლიტიკაზე და მირჩიოს ახლა თემები მე რაზე უნდა ვილაპარაკო ხო რაც შეეხება
აი ხო რაღაც იმას ვიდაო გავცემ რამდენიმე პასუხს ვისაც ღირს პასუხის გაცემა არის ვიღაცები ვინც რაღაც ძალიან ამაზრდნენ კომენტარებს და ეგრევე ბლოკავ ეგეთ ადამიანებს და ვშლი საერთოდ არ მაინტერესებს მაგათი აზრი ვინც პიროვნულად ადამიანს ეხება და თუნდაც მე მეხება რატო უნდა გისმინოთ თქვენ იმიტომ რომ მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას მეც არავინ არ უნდა მომაყენოს შეურაცხყოფას ნუ არა შეუძლიათ მომაყენონ მაგრამ მე ჩემ არხზე ეგეთებს არ გავაჭაჭანებ თუ რამდენიც უნდათ ილაპარაკონ რაც უნდათ ხო მოსაზრებები გითხარია მოკლედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახლო მომავალში რა იქნებაო ახლო მომავალში არც არაფერი არ იქნება სავარაუდოდ ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდა რამე იყოს მაგრამ ეგეთი პირი არ უჩანს რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამე იქნება და სავარაუდოდ ის ადამიანები ვინც გეტყვიან რომ რამე იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოგატყუებენ იმიტომ რომ რამე ეგეთი რეალისტური არაფერი არ ჩანს ჯერჯერობით რომ რაღაცა შეიცვალოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რა უნდა მოხდეს რა ანუ ჯარებით შევალთ თუ ის რომ მოусმინოთ ეს ლაპარაკობენ იქ თუნდაც ცხინვალში და თუნდაც აფხაზეთის ოკუპირებულ აფხაზეთში საერთოდ ძალიან ნეგატიური განწყობა აქვს აქეთ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს ეგ ზღაპარია რომ ვინმეს აქვს ილუზია რომ რუსეთი რამის დაგვითმობს არა ეგ არ მოხდება შესაბამისად არაფერი არ უჩანს პირი რომ ისა რამე შეიცვლება ხო კიდე ის არის რომ სკლეროზიანი პრეზიდენტის შეცვალა გიჟმა რომ უკვირდები ამათთან შედარებით პუტინი ძალიან ნორმალურია არ არის ეს განსხვავება ზუსტად ეგ არის რომ ამერიკაში ინსტიტუციები მუშაობს და ეგრე არ არის რომ გასაგებია რომ ტრამპი შეიძლება პიროვნულად არ მოგწონდეს და შეიძლება მეც არ მომწონდეს მაგრამ იქ ინსტიტუციები მუშაობს და ხა ამერიკა ეკონომიკით ნომერ პირველი ქვეყანაა და კიდე ძალიან ბევრი რამით ასე რომ ესე პუტინის მოწოდება რომელმაც მართლა აი დღეს თქვა ტრამპმა სხვადასხვა მილიონამდე ადამიანი მილიონამდე ჯარისკაცი მოკდა უკვე რუსი ხო და რავი როდემდე ანუ რას მიაღწევს ამით ისა რუსეთი რომ რა თქვენც თუ არაფერია საქართველოში რო გადავთვალოთ ის არის თითქმის 33%-ია თითქმის მოსახლეობის 1 მილიონი ნუ ცოტა ნაკლები ხო ან ძალიან და ამდენი ადამიანი იღუპება იქით უკრაინაში 700,000-მდე ჯარისკაცია დაღუპული ასე რომ უზარმაზარ რიცხვებზეა საუბარი და რა ვიცი თუ კი ამის ფონზე თქვენ ამბობთ რომ პუტინი ნორმალურია რომ ისა მილიონი ჯარისკაცი შეაკლა ამას ამ ამბავს უკვე და ამის მერე ამბობთ რომ პუტინი ნორმალურია რა ვიცი ძალიან მაოცებთ ხო ისა ერთმა დამიწერა რომ გეგონება გვარამი ელაპარაკობსო მედიცინას მიაწექიო აი მართლა თქვენი აზრი არ მაინტერესებს და სხვა შორის აი ეგეთებს ვისაც ვინც მეუბნებით ხოლმე რომ არ ილაპარაკო მედიცინ იმაზე სხვა საკითხებზე მარტო ილაპარაკე მედიცინაზე ნეტა თქვენი აზრი მომასმენინა ერთი საერთოდ თემებზე როგორ ლაპარაკობთ ხოლმე მაინტერესებს ანუ ესე იგი თქვენ თავს ადამიანად არ თვლით და არ თვლით იმის უფლებას თავს არ აძლევთ რომ რამე თემებზე ისაუბროთ რამე თემი მიმოიხილოთ ანუ ძალიან ის არის ეს გასაოცარია რომ ესე იგი თქვენ თავს აყენებთ ესე ქვევით და ესე არარაობად მიგაჩნია თქვენ თავი რომ ამ თემებზე არ საუბრობთ და მარტო ერთ-ერთი ანუ რაც კარგად გისწავლიათ იმ თემაზე საუბრობთ არ არის ეგრე მე ვარ პირველ რიგში ადამიანი მე მაქვს common sense ეძახიან აი შინაგანი ჭეშმარიტების განცდა ყველას გვაქვს ეგ რომ საერთოდ არ მჭირდება მე ისა ნარკოების და რაღაც დიდი ლიტერატურის კითხვა იმისთვის რომ წარმოდგენაში განცდა შემექმნას რა არის სწორი და რა არ არის სწორი და რა თქმა უნდა მე შემიძლია ამ საკითხებზე საუბარი მით უმეტეს რომ ესე ნამდვილად არა ვარ საკმაოდ ინფორმირებული ადამიანი ვარ ხო შესაბამისად მე შემიძლია რომ ვისაუბრო ამ თემებზე რა თქმა უნდა მე არ მაქვს პრეტენზია რომ პოლიტოლოგი ვარ და რაღაც ღრმა პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავ ლավ საკითხებს არ განვიხილავ მაგრამ ჩემი აზრის დაფიქსირება შემიძლია ნამდვილად როგორც მოქალაქის ხო ხო ისე ბავშვები რომლებიც დაიბადნენ ამერიკაში ამერიკის მოქალაქეობას ვერ მიიღებენო ეს თქვაო ხო შეიძლება
სქესის გამოცვლაზე იყო კიდე ხო ანუ ეხლა სქესის გამოცვლა ბავშვებში რო არ უნდა იყოს მაგაზე მე მაგალითად ამ საკითხს ვეთანხმები ან ბავშვებში ნამდვილად არ უნდა იყოს და ჩემი ეს არ არის ისეთ საკითხი რომ რაზეც შეთანხმება არ შეიძლება უბრალოდ ამ განსხვავებული ადამიანების უსაფრთხოება არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ რაც საქართველოსია პრობლემა ხო ეხა აი იგივე რომ ეს ვინკლავს ჩვენთან LGBT ვინკლავს და ეს კესარია არ მოკლეს კიდე რამდენი ტრანსგენდერი მოკლეს საქართველოში ეხლა ხანს მოხდა ეგ ამბავი რა თქვა ამაზე მიგრანტები რომ კლავენ აუპატიურებენ და წამლებს ყიდულობენ ტყუილიაო იცით რა არის აი რას გეტყვით მაგაზე რომ მიგრანტები რომ დანაშაულს ჩადიან იქ ნუ დაგავიწყდებათ რომ ამერიკა არის მიგრანტების დაარსებული ეს ერთი და მეორე ნუ დაგავიწყდებათ რომ მილიონობით ადამიანი თავის ოჯახს არჩენს ამერიკის გამო იმის გამო რომ ამერიკაში მუშაობს და მილიონი პატიოსანი ადამიანი მუშაობს მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი და ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქე პატიოსანი ადამიანი მუშაობენ და ოჯახებს არჩენენ და იმ გაუბედურებულ ქვეყნებისში სადაც ვერ შეულობენ სამუშაოს და ასე ოჯახებს ინახავენ ამერიკაში მუშაობით და ძალიან ბევრი პატიოსანი მიგრანტია ამერიკაში და ასე მიგრანტებისთვის ხაზის გადასმა კი ამაზე რძენია ყველას ერთ ქვაში მოხარშვა გასაგებია რომ რა თქმა უნდა პროპორციულად შეიძლება მიგრანტები უფრო მეტ დანაშაულს ჩადიან ვიდრე არა მიგრანტები ეს გასაგებია მაგრამ და ეს გასაგებია რომ ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება მაგრამ ის რომ ყველა ერთ ქვაში მოხარშოს და თქვას რომ მორჩა მიგრანტები მაშინ როცა თვითონ ამერიკა მიგრანტების დაარსებულია ხო ეს ნამდვილი ამერიკელები იყვნენ ის ინდიელები ხო რომელიც გაანადგურეს ჩამოსულებმა მიგრანტებმა გაანადგურეს და ეხლა თვითონ ესენი ამბობენ რომ ჩვენ ვართ ნამდვილი ისინი ამერიკა ეგრე არ არის უნდა იყოს მიგრაციის საშუალება ამერიკაში და კარის დაკეტვა ძალიან არასწორია მე არა ვარ ძალიან შორს ვარ იმისგან რომ რაღაცა ან ტრამპს დიდი იმედებით უყურო ამ პირიქით ძალიან დიდი შიშით უყურო არა რაც იქნება ესა ანუ ესე ხდება რომ არის ლიდერშიპის კრიზისი ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში მაგრამ ამერიკაში ინსტიტუციები მუშაობს ნახოთ რა იქნება საინტერესო რეალობაში ვცხოვრობთ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა ან ტრამპს ვაგინოთ ან ვაქოთ რაღაცები ბევრი არ მომწონს მაგრამ ნახოთ ეგეთ ფაქტია რომ რუსეთს ნამდვილად შეუძლია გაუწიოს წინააღმდეგობა ნახოთ რა იქნება ესე იგი რუსეთი უარეს გააკეთებს რა ნახოთ რის გამკეთებელია უარს გააკეთებს ანუ ამერიკას გაუკეთებს რა უარს რა ვიცი ამერიკისთვის რამე შეძლებოდა რუსეთს აგერ ისა ნატო გაფართოვდა იმ ხელ საზღვარი გაუჩნდა რუსეთთან და ხმა ვერ ამოიღო საერთოდ რაზე საუბარი ანუ ამერიკასთან დაპირისპირება რო შეელოს რუსეთს მაშინ აქამდე შეუტევდა ნატოს მილიონჯერ იმიტომ რომ ხო იყო აი ხო იგივე ის ვინც ამბობთ ხოლმე რომ ისა უკრაინას იმიტომ შეუტია რომ ფართოვდებოდაო და ეს რაღაცებს რო ამბობთ ხოლმე ხო გაფართოვდა ნატო მაგრამ ხმა ვერ ამოიღო რუსეთმა ხო არ არის გასაკვირი ანუ ამერიკაში ლიდერშიპის კრიზისი და ჩვენთან რა გასაკვირი არ არის გასაკვირი რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ჩემს ერთგულ მაყურებლებს ხო ვინც ჩემი მაყურებელი არ არის იმას რაც უნდა დაუწერია საერთოდ არ მაინტერესებს ვინც ჩემი ერთგული მაყურებელია და ვინც პატივს ცემს მე იმას მიმართავ ახლა რომ ან ვინც ჩემი სმენელები ხართ ანუ თუ პატივს ვცემ და თუ თქვენთვის ღირებულია რასაც ვაკეთებ მაშინ მიიღეთ ისიც რომ მე ჩემ მოქალაქეულ პოზიციას გამოხატავ სხვა თემებზე და მე არ ვარ ვალდებული რომ ის ქვეყანა თავზე გვემხოვოდეს და მე ვისაუბრო მხოლოდ ასთმაზე და ბრონქიტზე ხო არა ვისაუბრებ სხვა თემებზეც როცა ჩაფლირო საჭირო იქნება და ამაზე არ უნდა მჭირდებოდეს მე ისა თანხმობა ადამიანებისგან რომ შეიძლება თუ არა რამეზე ვისაუბრო საერთოდ შემდეგი არავინ არ იცის რა მოხდებაო და გარიგება რუსეთსა და ამერიკას ხო აი არავინ არ იცის ხო და რა ვიცი მაშინ თქვენ რატო ამბობთ რომ გარიგება რუსეთსა და ამერიკას შორის ან მე გეტყვით თქვენ თუ ამბობთ რომ არავინ არ იცის მაშინ მეც გეტყვით რომ თქვენ ეგეც კი არ იცით გარიგება იქნება თუ არ იქნება არავინ არ იცის და იმიტომ ან თქვენივე სიტყვებს უარყოფთ მეორე წამს და ეგ არასწორია არ უნდა უარყოფთ თქვენივე სიტყვები მაშინ
და მე გეტყვით რომ თუ თქვენ ამბობთ რომ არავინ არ იცის რა იქნება, მაშინ ისიც არ იცით თქვენ რუსეთს და ამერიკას შორის საერთოდ იქნება თუ არა გარიგება. მე ვიტყვი რომ იქნება ჩემი აზრით, კი, იმიტომ რომ დაჯდებიან მოლაპარაკების მაგიდაზე ადრე გვიან, მაგრამ თუ ახლა მაგ მიდგომით მივუდგებით რომ არავინ არაფერი არ ვიცით, მაშინ ისიც არ ვიცით. შემდეგი ძლივს ერთი ნორმალური კომენტარი ყველაფერი მართალი თქვაო თქვენ არ ცხოვრობთ ამერიკაში და არც რა დღეში ჩააგდეს ემიგრანტებმა. ანუ ესე იგი თქვენ რო ცხოვრობთ ამერიკაში და რო ჩახვედით, კარგია ესე იგი და ისა ვინც ამერიკაში არ ცხოვრობს და ეხლა ჩადის, იმათ უნდა შეეზღუდოთ გზა. გასაგებია კიდე ერთხელ, რომ მიგრანტები პროცენტულად მეტად დააშაულს ჩადიან, ვიდრე არა მიგრანტები. გასაგებია ეგ, მაგრამ ეს ხო დამნაშავეს უნდა იბრძოლო და არა ყველას. იმიტომ რომ ამერიკა თვითონ მიგრანტებზე დგას, ამ ხალხზე დგას. პრინციპული საკითხია ამერიკისთვის, რომ მიგრანტები ყავდეს. და კარის დაკეტვა ყველას ეგა უნამუსობა. ეგ როგორი უნამუსობაა, იცით რომ ანუ რაღაცა შეასწრო სადღაც, კარი მიიხურო და სხვებს გასაჭირში გარეთ დატოვო ხალხი. იმიტომ რომ შენ შეასწარი სადღაც. აი ეგ არის ზუსტად. თქვენც ეგრე გამოგდით რომ ისა კაია, თქვენ რო ცხოვრობთ, კარგია და თქვენ შემდეგ ნურავი ნუშემოსულა, ხო? ეგრე არ არის. თქვენ აშკარად ღიად ემხრობი ოპოზიციას, კი, აშკარად ღიად ვემხრობი და ღმერთმა დამიფაროს, რომ ოპოზიციას არ ვემხრობოდა კიდე აშკარად, მით უმეტეს ამ რეალობაში. იმიტომ რომ როცა ხედავ, რომ ქვეყანა მიყავთ რუსეთისკენ, ნამდვილად ოპოზიციას მივემხრობი ღიად. უпростоად მე ვიქნები ოპოზიცია, მე კი არ მივემხრობი ოპოზიციას, მე ვიქნები ოპოზიცია და თქვენ უნდა იყოთ ოპოზიცია, რომ ხაცა ხედავთ, რომ საქართველოს არასწორი გზით მიდის, ყოველი თქვენთაგანი უნდა ვიყოთ, ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ ოპოზიცია. თორე მე არა ვარ არც გვარამიას, არც მიშას და არავის მეხოტბე არა ვარ და არასდროს არ ყოფილ ვარ და პირიქით, ანუ სააკაშვილიც მithქვია რომ ძალიან არასწორი იყო თუნდაც ის, რომ ის ციხეში კვდებაო და რომ აყვირეს ხალხს. პირველი ვიყავი ერთ-ერთი, ვინც თქვა, რომ ის მაშინ იმ დემენციის დიაგნოზე რო თქვა, რომ რა მარაზმი იყო, რო თქვეს, რომ დემენცია აქვს. ესე გაწირეს კაცი მთლიანად, რომ მორჩა მისი პოლიტიკური კარიერა. ადამიანს რომელს დემენცია აქვს, როგორ იქნება ის პოლიტიკაში? დემენცია არის ისა გონების შეუქცევადი დაზიანება, რომელიც გაუარესდება. ახლა მიშაზე თქვეს, რომ ის დემენცია აქვს. პირველი ვიყავი, ვინც თქვი, რომ მეთქი რა სისულელებს ამბობენ მეთქი ესენი. არასწორი იყო ეს და იმიტომ არ შეიძლება ესე. ხო და არა ვარ არც მიშას მომხრე არა ვარ, არც გვარამიას მომხრე არა ვარ და ოპოზიციაში კიდე ნუ მყავს რამდენიმე ვინც მომწონს და ვაფასებ ნამდვილად, მაგრამ ესენი ნაცები ნამდვილად არ არიან. შემდეგი ბევრი სისულელე ილაპარაკაო თავის ქვეყანაზეც ნეგატიურადო. ხო, ნუ ბევრი რაღაცები ილაპარაკა ნამდვილად არასწორად. ხო და ისა საქართველოს რა თქმა უნდა არ უნდა არაფერი მეორე მსოფლიო ომში ასევე არ უნდა და ერაყში და ავღანეთშიც მე არ ვემხრობი არც რუსეთს და არც ამერიკას და ევროპაში შესვლას მე მინდა საქართველოს იყოს ნეიტრალური. ხო, ნეიტრალური ქვეყანა ძალიან კარგია საქართველოს რო იყოს ნეიტრალური ქვეყანა. ერთი მაგრამ არსებობს და ამ მაგრამს ქვია რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველო. ანუ რანაირად უნდა იყოს ახლა საქართველოს ნეიტრალური ქვეყანა, როგორც იცით, ახლა მაგალითად რომ გამოგეტყიდოს მგელი და ფეხზე ყავს მგელი მობმული, ნახევარი ფეხი მოჭმული აქვს და ფეხზე არ გიშვებს კბილებს ფეხიდან და რო თქვა რომ მოდი მე ესე ნეიტრალური ქვეყანა ვიქნები. კი, ნეიტრალური ქვეყანა იყავი, ოღონდ მოიცილე ეს მაშინ. ან თუ მოვიცილებთ, ანუ გაქვთ რამე ფორმულა, რითიც შეგვიძლია რუსეთი მოვიცილოთ, თუ გაქვთ რამე ფორმულა, რითიც შეგვიძლია რომ მოვიცილოთ რუსეთი, მაშინ ეს ვიყოთ ნეიტრალური ქვეყანა. და სანამ არ გვაქვს, მაშინ შველა უნდა ვეძებოთ. შველა როგორ უნდა ვეძებოთ?
როგორ გამძინვარებულ იმას რა ქვია გელს და ანგლის ხროვას მოეფერო შეგჭამს რომ მოეფერო შეგჭამს რა უნდა ქნა ამ დროს უნდა დაუწყო რამეს ძებნა ხო მოიშორო როგორღაც რამეს საშუალებით და ამიტოა ევროპა ამიტოა გამოსავალი რომ ჩვენ თუ ევროპაში ვიქნებით რუსეთი ვერ მოგვაჭამს ამ ფეხებს და ეგ პირდაპირ და გარდატანითი მნიშვნელობით ასე რომ ეგ არის გამოსავალი მაგიტო გვინდა ევროპა თორე იმიტომ კი არ მინდა ევროპა რომ ევროპაში მარტო კარგს ხედავ არ ხედავ მარტო კარგს ძალიან ბევრი ცუდი რამე ხდება ცუდებსაც ხედავ მაგრამ განსხვავება ის არის რომ ეს პირდაპირ გვიტევს და დაპყრობილი ვყავართ რუსეთს და იმას არ ვყავართ დაპყრობილი აი ესაა განსხვავება ხო აი კიდევ ერთხელ რომ თქვენი ისა პატივისცემით მიუხედავად გამიკვირდა თქვენ რატო ლაპარაკობთ ტრამპის ინაუგურაციაზე ანუ ამ ხელა ამბავი მოხდა ესე იგი მსოფლიო ლიდერი მოვიდა და მე არა მაქვს უფლება რომ ვისაუბრო აი ამ დიდ ამბავზე ანუ თქვენ უნდა გკითხოთ რომ ანუ შეიძლება თუ არა ვისაუბრო ტრამპის ინაუგურაციაზე ანუ აი ამას მოელით ჩემი გამომწერები ანუ ძალიან აი მაოცებს ეს პოზიცია რა და თუ ჩემი გამომწერები ხარ და თუ პატივს ვცემთ მაშინ კეთილი უნდა ინებოთ იმათ ვინც პატივს ვცემთ თორე და მე არ გულისხმობ მე მყავს გამომწერები რომელიც პირიქით ძალიან პოზიტივით შეხვდნენ და თუნდაც ის 94% ხმა არ მომეღება თქვენთან ორივე ხელით მადლობას გიხდით და თავსაც გიხრით მაგ გამომწერებს მაგრამ მე იმ 4%-ს ვამბობ ვინც დისლაიკი დამიწერა თქვენ არ შეგეკითხებით მე რაზე ვისაუბრებ არა პრინციპულად არ შეგეკითხებით ჩემი ღირსების ამბავი იქნება რომ თქვენ და არავის არ ვკითხო რაზე ვისაუბრო იმიტომ რომ მე ვარ თავისუფალი ადამიანი და ამ ჩემი თავისუფალი ადამიანის რეალიზებას მოახდენ მაგით რომ სხვას არ შევეკითხები რაზე ვისაუბრო აი ეს არის ხო და ნუ აქ დადებითი კომენტარებიც არის ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ისა მადლობას გიხდით მოკლედ ყველას ამ დადებითი კომენტარების და კიდევ ერთხელ უბრალოდ გავმახვილებ ყურადღებას რომ ან მე რას ვაკეთებ აქ მე ვაკეთებ ენთუზიაზმზე სუფთად ენთუზიაზმზე და თუ ისიც ძალიან კარგად იცით რომ ძალიან ბევრს დაუწერია რომ ისა ექიმები ორი სიტყვა რო თქვანო იმ ხელა თანხებს იღებენ და რაღაცა და მე ვდგავარ და ამ მთელ გაიდლაინების მიხედვით და რაც საუკეთესო თანამედროვე ცოდნა ამ ცოდნას გაწვდით და ამას ვაკეთებ ენთუზიაზმზე და თურმე მე არ მაქვს უფლება და მე არ უნდა მივცე თავს ნება რომ ჩემი აზრი გამოვხატო ჩემს არხზე ანუ ესე არ არის და ანუ აქ მე ესე საკითხებზე მაქვს ძალიან მკვეთრი პოზიცია მექნება ძალიან მკვეთრი პოზიცია და ეს უნდა იცოდეთ რომ ასეთ საკითხებზე მე არა ვარ ისე რომ ეს გავმიჯნოთ პოლიტიკა და ის არა ვერ გამიჯნავ როცა შენ გეხება ეს ყველაფერი როცა პირადად გეხება ვერ გამიჯნავ ეს არის რომ ანუ ეს ჩვენ გვეხება ჩვენ შვილებს შეეხება და რომ იმ ადამიანებსაც ვისაც გონიათ რომ რუსეთთან ახლა ჩახუტებით ჩვენ თავს ვიცავთ სინამდვილეში იცოდეთ რომ თქვენ შვილებს აყენებთ იმ საფრთხის ქვეშ რომ ის იმ დღეს ვნახე გოგო იყო რუსეთში ორი შვილი მიყავდა და ის მეტროთი დადიოდა თან ზურგზე ის გლოვოს და თუ რაღაც ის რო არის კურიერების ჩანთა ქონდა აკიდებული და მუშაობდა კურიერად ორი შვილი იმიტომ რომ ქმარი მოუკვდა ომში ეს ემართებათ რუსეთთან ვინც არის და რუსები ეს ემართებათ მილიონი ადამიანი დაიღუპა რუსეთიდან უკვე ომში ხო და რა ვიცი ეს საფრთხე გველის რუსეთთან ჩახუტებით გველის ეს საფრთხე იმიტომ რომ ადრე თუ გენ მოუწევს რუსეთს ცივილიზებულ სამყაროსთან ბრძოლა და ამ ბრძოლაში საზარბაზნე ხორცად გამოიყენებს საქართველოს და კიდე ეგეთ ქვეყნებს ვინც რუსეთთან იქნება ჩახუტებული თუ საქართველოს იქნება რუსეთთან ჩახუტებული ამიტომ არ ვემხრობ იმაგას და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ცივილიზებული მხარე და არა რუსეთის მხარე აი ეს იყო ის თქმაც მინდო და მადლობა რომ მისმენთ მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ არხი გამოწერეთ მადლობა თქვენი ინტერესისთვის